კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობლივი პროექტი, კამპანია ემიგრანტის ხმა, უკვე ასე ვთქვათ, ძირითად ფაზაშია. ქართველ ემიგრანტებს 2025 წელს რეჟიმმა ჩამოართვა საარჩევნო ხმის უფლება. 24 წლის გაყალბებულ არჩევნებში ემიგრანტების ხმების მხოლოდ 13.4 ხმა ჰქონდა ქართულ ოცნებას, ხოლო პარტიულ რიგითობაში მეოთხე ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ ცხადი იყო, რომ ქართული ოცნება ჩამოართვებდა ემიგრანტებს ხმას იმ ადამიანებს, რომელიც ვერ მოისყიდა, ვერ გატეხა, ვერ შეაშინა და მათ თავისუფალ გარემოში შეეძლოთ თავისუფლად დაეფიქსირებინა თავისი არჩევანი. ქართველი ემიგრანტებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა არის კონსტიტუციის დარღვევა, ასევე ღალატი იმ ადამიანების, ვინც ქართული ეკონომიკის და ქართული სახელმწიფოს მთავარი კონტრიბუტორია. ჩვენ ვიწყებთ კამპანიას პოლიტიკური პარტიები და ასევე ემიგრანტები, კამპანიას ემიგრანტის ხმა და გვინდა, რომ საბოლოო ჯამში შესრულდეს ის მთავარი მოთხოვნა, რაც ქართულ საზოგადოებას აქვს. პირველი, დაუბრუნდეს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ასევე შეიქმნას ის ინფრასტრუქტურა, რაც ემიგრანტებს მისცემს და ქართველ ემიგრანტებს, საქართველოს მოქალაქეებს 100,000-ობით მათგანს მისცემს თავისუფლად საკუთარი საარჩევნო უფლების გამოხატვის შესაძლებლობას. ამიტომ ერთი მხრივ შემოგვერთით ჯგუფში ემიგრანტის ხმა და ეს იქნება და არის ახალი კამპანია, რომელიც აღნიშნული პოლიტიკური პარტიების მიერ არის დაინიცირებული და ასევე ჩვენ გვჭირდება ბევრი ემიგრანტის ხელმოწერა პეტიციაზე ემიგრანტის ხმა, რათა ჩვენ საბოლოო ჯამში პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივი გზით ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ და საკონსტიტუციო სარჩელით სხავდხოთ და ჩვენი არგუმენტაციით დავამტკიცოთ, რომ არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობა და მათი საარჩევნო უფლება არის მნიშვნელოვანი კონსტიტუციასთან შესაბამისი და ასევე ქართველებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ უნდა ჰქონდეს უფლება სამართლიან არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.